ბათუმი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ყველა ქალაქი ახლო მომავალში. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გააკეთა. პრეზიდენტმა ახალი პროსპექტის დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც 2 თვის წინ დაიწყო. სააკაშვილმა მეტალო კონსტრუქციით თაღიც დაათვალიერა, რომელსაც შავი ზღვის კარიბჭე ჰქვია. ახალ ქუჩაზე ძირითადად საოფისე ფაქტები და საცხოვრებელი სახლები განთავსდება. ახალი საციგურაო მოედანი კი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. პრეზიდენტის განცხადებით ბათუმს ყველაზე ნაკლებად შეეხო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. აჭარაში კვლავ გრძელდება განვითარება და იქნება ახალი სამუშაო ადგილები. სააკაშვილის განცხადებით ბათუმში დაწყებული აღმშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. პრეზიდენტს დღეს მაისური ეცვა წარწერით მეც დევნილი ვარ. განსასიამოვნოა, მე რამდენიმე იცილაბარებდა ინგლისურად ვერმას. თავარია რაცაც ბათუმი ქმნის დანარჩენ საქართველოს და რატო არ ასე კონცენტრირებული, რომ ახლა მას უკვე წამოიწია თბილისიც, მას წამოიწია ქუთაისი, ანაკლია, მესტია, თელავში ძალიან საინტერესო განვითარება იქნება, ქართლში რამდენიმე ადგილზე ერთ სიტყვით. ამ ქალაქმა შექმნა პირველი სტანდარტები, ეს იყო ყველაზე მძიმე ფორმაში ყოფილი ქალაქი საქართველოში, ამიტომ ყველაზე მეტი ყურადღება მას მივაქციეთ. აქ ძალიან ბევრია კიდე საკითხი გადასაწყვეტი, მაგრამ ამ ქალაქების შექმნილი სტანდარტებით ჩვენ შევძელით უკვე სხვა ქალაქებისთვის ასევე მაგალითის მიცემა. და როცა თავისუფალი ზონა ჩამოყალიბდება ხელვაჩაურის მიმართულებით და თნიათ ამ ქალაქში, ეს მოგცემს მე ჩემი დათვლით დამატებით კიდევ რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს. საბოლოო ჯამში ეს არის სასწაული, რომელიც თვალწინ ხდება, ჩვენ თვალწინ, ჩვენივე ხელებით და ჩვენივე თავისთვის და ჩვენივე შვილების მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური განცხადება ბათუმის შერატონის ღია აივანზე გააკეთა. პრეზიდენტმა ძველ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებზე ისაუბრა, მათ შორის პიასას მშენებარა კომპლექსზე, რომელსაც შერატონი გადაყურებს. პრეზიდენტის თქმით, ძველ ბათუმში ეს ყველაზე ღარიბი უბანი იყო, ახლა კი ესთეტიური სილამაზის გარდა ის ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყაროც გახდა. ეს მოედანი, რომელიც აღდგა ბათუმის ცენტრში, რომელიც ჩაფიქრებული იყო თავის დროზე ბათუმის შემქმნელი არქიტექტორის მიერ, მაგრამ კომუნისტები მოვიდნენ და აღარაფერი აღარ გააკეთებიეს არავის. ეხა აღდგა და სხვა შორის გუშინ წინ იქ სკოლის მოწაფეებს ხვდებოდი და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა პარლამენტარმა საყვედურნარევი ხმით დამირეკა ტელევიზორით ნახა, რომ ახლა კიდე უცხოეთში წასვლა შეიძლებოდა, ეგონა რომ სადღაც ევროპის ძალიან მაგარ ქალაქში აქ რაღაც გამოსვლა. და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით აქ ხალხი არ ცხოვრობს როგორც ევროპის ძალიან მაგარ ქალაქებში. მაგრამ ყველაზე უფრო გაჭირებული ხალხი იყო ძველ ბათუმში ტრადიციულად. ყველაზე ცუდი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მეტი უმუშევრობა. რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა იმან, რომ საერთოდ ყველაფერი იცვლება, ჯერ ბინის გაქირების თვალსაზრისით, სამუშაო ძებნის თვალსაზრისით, რაც თავარია. და საერთოდ მომავლის პერსპექტივის თვალსაზრისით, შენ ბავშვებს როგორ ატმოსფეროში ზდი. და ეს არის, რომ ყველა ამ პროექტს საბოლოო ჯამში აქ ერთი თავარი განზომილება გარდა ესთეტიკისა, რა თქმა უნდა, სიამაყის გლობისა, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი საუკეთესო. თავარი განზომილება არის ადამიანური. რამდენად ცვლის ის უკეთესობისკენ ადამიანების ცხოვრებას. ეს პირველ რიგში ამ ქალაქისთვის, მაგრამ დანარჩენი საქართველოს ყველაფერი, რომელ ქალაქში არ ხდებოდა საქართველოში, საერთო ჯამში ემსახურება საერთო ეროვნულ წესვლას და წარმატებას.